რამე ცოტა იგი გატეკი. გამარჯობა. მოდით ესე იგი დავიწყოთ თქვენი სახელი ბუდიში. ვასო. ვასო. დიახ. დავიწყოთ მოყოლა. როგორ მოხდა? რანაირად მოხდა? ყველაფერი ვთქვათ. პირდაპირ 9 წელი დაიწყე. დიახ. ეხლა მოვყვები. უსმენდი და თავის რაღაცებს ვწყებოდი. ეხლა ჩემებსაც მოვყვები. კი ბატონო, თქვენი ჩემთვის ვიჯექი, ბატონო ვანო. აი ესე როგორც ვხედავთ, ესე ლურჯებში ვიყავი გამოწყობილი და აეროპორტში ვიჯექი და უყიროდი კოცი ვარ მე. ჩემთვის ყიროდი და ეს ვაჟბატონი და მეორე ვაჟბატონი რო არის, მომვარდა, ეს ვაჟბატონი მომვარდა და ესე თვალებში მატაკა პირდაპირ ტიტები. აი თორი ტიტი. გეხები ძმაო. აი ესე გეხებიო ვაფშეო. მე უთხარი ვაფშე ვოზდუხობში მეთქი რა. ხო უთხარი ვოზდუხობში. მე რა მითხა, იცი? ვაფშეო, კაი ბიჭებშიო, შენ ვაფშე საწერი ხარო ძმაო. რა ნომრათო? ხო, რა ნომრად წერი ხარო? მე მეუბნება ეს. მე უთხარი კაი ბიჭებს სია არა აქვს მეთქი ძმაო. ხალე ხა უნდა რომ ჩამჭას ეს ხო ნასროლკალია ნაჯლომი. ხო და იმაში დაგარაგები ყველაფერი იცი და მე კიდე სპორტსმენი ბიჭი ვარ. ხო, ხო და რო ვერ ჩამჭრა და ვერაფერი რო ვეღარ მომიგონა, ბოლოს მითხარ რამდენი წელი ზაყარ ძმაო რა და მე უთხარი 35-ის მეთქი და 26 მეტის რო გახდები ვის რა უნდა მოჭარო. გასაგებია. ხო, და მე და კიდე წავიდა და ისა, რა ქვია იქ. დუტი ფრიში რო ისენი იყიდება, ხო იცი პატარა კონიაკის ისენი, პატარა ბოთლებში კონიაკები იყიდება. ხო, პატარა ვისკები რო აი გაიღო, აი ესე. გოკა გაბაშვილის მუხლზე ესე გადაამტრია და გამომეკიდა. ხო, სერი სიცხლი უნდა დავლე, უნდა გაგფათრო. აი პატარა ბოთლი წაი. ხო, ეხლა ეცნება და მაშინ გამწარებული იყო. ხო, რამდენი ტურნირი მაქვს ბატონო ვანო მოგებული და ეგეთი შეურაცხყოფა მართლა ჩემთვის არ მოუყენებია. თავი, ყველა ტურნირი მოგებული მაქვს. რა ტურნირები გაქვს მოგებული? ტურნირები? რამდენი წკიდე იმდენი ტურნირი მაქვს მოგებული, რა ვიცი აბა. კამრების მიხედვით. ხო, აბა რა. რა კამრები ესენი? ეს არის ევროპა რომ მოვიგე. ეს ევროპა არის. ეს არის მსოფლიო. და ეს იყო კორცხელის პირველობა. აი ციტელი მაგიტომარიო. რო დავერიე მაშინ ავას უმოგვერდი ურახუნე. არა ბიჭო. ხო. გასაგებია, კიდე ვინმესთან გაქვთ პოლიტიკოსებთან მაგარი დაძაბული ურთიერთობები მაქვს ვაფშე, რო იცოდეთ ბატონო ვანო. აი მაგალითად ბოკერია. მაგარი ნაძუყნი მყავს ბოკერია. მე. ო მაგარი. მაგრა ვერიეთ ბოკერიას? რა არის ადრე ვერეოდი, ეხლა ვეღარ. რაც ეხა მაგან ღმერთი იწამა, ხო? ყოველ დილით 200 მეტანიას აკეთებს. აი კუბიკები აქ ეხლა. როგორ ვერეოდი ბატონო ვანო. აი ხუთის თავის სოზე კუბიკები და ვარჯიშობს. კაცი 200 მეტანიას აკეთებს, დილას აღამოწ. გავიგე. მაგრამ რო იცოდე ბატონო ვანო, ყველაზე მწარე ხელი ამათში, ხო? დათოსა აქ ბაქრაძეს. ბაქრაძე? ხო, ვითომ წყნარი არის. ხო, ვითომ ის არის, მაგრამ იცი როგორც ლაპარაკობს, ეგრე გირტყავს. აი ესე მონოტონურად ტაკ 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 ტაკ. აი ესე, უადა, აი ესე. ო. მე ბატონო ვანო, ესე ნაბიჯი და მონოტონურად ჯერ არ გაუძუყნი ვარ არა. და სხვათა შორის ხელსაც ვერ უბრუნებ. რატო? კულტურულად ხცენ. ო. სხვათა შორის ბევრი მოწაფეების ყავს ბატონო ვანო, მინდა გითხრა თუ ვინმე შინაურია მივიღებ. ყველა ბესელია მაგალითად ჩემი მოსწავლე იყო. ხო. აი ეს აბარა ტუჩის. ეხლა რიგი ჩემთან გა. აი ტუჩის მახჩობელა ηλეთი ჩემი მოვიქრებულია. აი ტუჩის მახჩობელა, აი ზარდიაშვილს ტუჩი, ხო გახსოვს ეგ? ტუჩი რომ მოკიდა ხელა, რომ ამოუტრიალა, ხო? აი ეგ მახჩობელა ერთი ჩემი იყო, მაგრამ ტუჩის ანაკონდა ქვია მაგით. ხო, და ბოლომდე მაინც ვერ მიიყვანა. ვერ გააკეთა ბოლომდე გილეთი. აი სწორი არის როგორ იცი ტუჩი ხო მოკიდა ხელი. 5 ჯერ უნდა გადაატრიალო მარჯვნივ ეს ტუჩი და 2 ჯერ მარცხნივ და მე ყბა იხსნება. უჯრას ავიტარი მე უჯრას გასაგებია, კარგი. მე გავადი ბატონო ვანო. მართალი ყოფილა ეს ტაქსი რა გინდათ. ფაქტიურად დავალ ბატონო ვანო რა მე გასასვლელი ვარ, ბოდიში რა ხალხო წასასვლელი ვარ, ფინალი მაქვს. ფინალი მაქვს, ერენე ხოშტარიას უნდა შევხვდე. ფინალი მაქვს და 2 დღეში თუ გამოვშით, ხო გაიდო, თუ არ და რესპუბლიკურში ვარ. ავაი აბა. კარგად იყავ. და კაი, მადლობა.